მეგობრებო, უნდა გაგიკეთოთ ახლა ძალიან საინტერესო თემატიკა და ვიცი რომ დარწმუნებული ვარ ამ გაშლას ექნება რეკორდული მაყურებელი ეყოლება და რეკორდული კომენტარებიც და ძალიან დიდი მადლობა წინასწარ თქვენი ჩადებული ენერგეტიკისთვის ყველა ჩემი ვიდეოში და ჩემ გვერდში ორივე გვერდში YouTube იქნება ეს თუ TikTok-ის პლატფორმა რომელზეც მე სამუშაო რეჟიმი მაქვს დიდი მადლობა თქვენი აქტიურობისთვის. ვინც არ აქტიურობთ, გააქტიურდეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი ყველა სიტყვა პირადში მოწერილი იქნება, თუ კომენტარის სახით იქნება. კომენტარი უკეთესია პრინციპში, იმიტომ რომ კომენტარი გაცილებით შემდეგ უფრო მეტ ადამიანებს აძლევს თქვენი აქტიურობა გამოხატული, ბევრ ადამიანს აძლევს უფრო მეტად რომ ნახონ ჩემი ვიდეოები და მათაც მიიღონ საინტერესო ინფორმაციები თავის კითხვებზე, რაც აქვთ. ამიტომ გააქტიურდეთ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ასევე ენერგოსფეროსთვის მნიშვნელოვანია მე რომ გიშლით, რომ თქვენ დაალაიკოთ, გამოიწეროთ და მიიღოთ და კომენტაროთ ეს ყველაფერი. თქვენი ერთგვარი ფასის გადახდა, მოდი ესე დავარქვათ, არის. პირადი გაშლები არის ფასიანი და პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში და ყველა დეტალს გაგაცნობთ პირადში მე თავად. რაც შეეხება ამ გაშლას, შეგვიძლია თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და გავიგოთ ახლა რა ნაბიჯებს განახორციელებს თქვენთან მიმართებაში უახლოეს პერიოდში. უახლოესი 1-2 თვის ვადები იყოს პლუს-მინუს, საშუალოდ 2 თვის ვადებში მოკლედ თქვენთან რა მიმართებით გადმოდგავს ნაბიჯებს, რისთვის არის მზად, ყველაფერი გავიგოთ, რასაც მოსწრებ მაქსიმალურად გეტყვით. იმისთვის რომ მიხვდეთ, რამდენად ეს გაშლა თქვენია და ყველა გაშლა ყველასი არ არის, გავიგოთ საერთო გაშლა ყველასი ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება მინიმალური ის ინფორმაცია მიიღოთ, რამაც მეცხრეცაზე აგაფრინდით და არ დაენარცხოთ ოღონდ სიხარულისგან, იმიტომ რომ რაღაცნაირად მგონია რომ დღეს კარგი ინფორმაციები მგდის. ვინ არის თქვენი პარტნიორი და ვინ ხართ თქვენ, რომ გავიგოთ რამდენად ეს გაშლა თქვენია. თუ ეს არ დაემთხოვა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ სხვა გაშლა. გვერდის გამოწერები არ დაგეზაროთ და არ დაგავიწყეთ, რომ მიიღოთ შემდგომში ცხელ ინფორმაციები ატვირთულ ვიდეოებზე. თქვენი პარტნიორი ცხრიან ხმლის ენერგიაშია, უძილობა შეიძლება აწუხებს ადამიანს, გაშლა ორივე სქესისთვის არის, შეიძლება უძილობა აწუხებს, ან ღამისმენებს მუშაობს და უნდა დაძინება და ვერ იძინებს და ესე ვთქვათ დეპრესიას უქმნის, შეიძლება ძალიან ბევრი კოშმარული სიზმრები აქვს ბოლო პერიოდში და აი რაღაცა ცუდი წინათგრძნობები, რომელიც ხელს უშლის მოდუნდეს და მოეშვას ამ ფიქრებს და გამოიძინოს კარგად აი რაღაცნაირ დეპრესიულ მდგომარეობაშია. თავს იხოს, აქვს სანერვიულო თუ არა აქვს, ყველაფერი მის გულზე გაივლის, ყველაფერი მასზე მოქმედებს, დათრხუნული მდგომარეობა აქვს მინდა გითხრათ და როგორც მინიმუმ ძილთან დაკავშირებით პრობლემები აქვს ამ ადამიანს ბოლო პერიოდში. ვერ იძინებს რაღაცა, რატომ ვერ იძინებს? შეძლის მეფეო. სამუშაოსთან დაკავშირებით არის მისი ეს ნაწილისთვის სამუშაოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეძლის მეფე ყოველთვის არის სამუშაო ცეცხლოვანი, ტემპერამენტული, ენერგეტიკული ადამიანი და შეძლის მეფე ასევე არის ტემპერამენტიანი, გმირი ჭხალებში საყვარელი ქალისთვის. ანუ შეიძლება ტემპერამენტი არ აძლევს მოდუნების და დაძინების საშუალებას. ზოგისთვის ასე იქნება, ზოგისთვის ისე. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ პაშხლის ენერგიებში. თქვენ გაცილებით მასე მენტალურად პატარა ხართ, შეიძლება ან ეს ადამიანი ასაკით თქვენზე გაცილებით დიდია და ამას აჩვენებდეს კარტი, ან პაშხლის ენერგია ეს არის ძალიან უნდობელი ადამიანი, ქეკავი, რაღაცა სოციქსელების ბოლოს როდის იყო აქტიური იმის ნახვიდან დაწყებული, მისი ფოტო ვინ დაალაიკა და რა სტორი ედო და ყველაფერი აბსოლუტურად შენ თვალით რომ უნდა ნახო. უფრო მეტად რატომ აქვს აქცენტი სოციალურ ქსელებზე, იმიტომ რომ სოციალური ქსელებით უფრო მეტის თითქოს იმის ამოქეკვის საშუალება აქვს და ნახვის, რასაც პასუხებს ვერ ღებულობს ამ ადამიანისგან ამა თუ იმ სიტუაციასთან მიმართებაში, ამიტომ თავისით იკვლევს. არაფერი არ ჯერა, არავისი არ ჯერა, კი მჯერა, მაგრამ მაინც გადავამოწმებ ტიპაჟი არის როგორც წესი. ძალიან ეჭვენია, ხისტია, შეიძლება თქვენს და თქვენ პარტნიორსაც შეიძლება ჰაერისტიკის წარმომადგენლები ბრძანდებით, ეს არის ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი. მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის, უბრალოდ რაღაცა სხვაობა არის თქვენ შორის, გაცილებით ცხრიან ხმლით თუ ვიტყვით ადამიანი
ბევრი ტანჯვა აქვს ცხოვრებაში მიღებული და გადატანილი თავის ცხოვრების იმ პერიოდამდე, ვიდრე მოვიდოდა დღესდღეობით სადამდეც მივიდა, ბევრი ტანჯვა იქნება, ეს ფიზიკურ დონეზე იქნება, რომ ბევრი შეიძლება რაღაცა სამედიცინო ჩარევები მაგალითად ჭირდებოდა ადამიანს, რაღაცა ოპერაციები აქ შეიძლება გადატანილი, შეიძლება ცხოვრებისეული ტრაგედიები აქ გადატანილი, ძალიან ბევრი უძილო ღამეები აქ გადატანილი, ძალიან დეპრესიული და ერთგვარად დათრგუნული ადამიანი არის, თავისი დღემდე მოსული წინა წარსულიდან გამომდინარე ცხოვრებასთან მიმართებაში ასე აჩვენებენ მას. დარდიანი ადამიანია ძალიან. თქვენ გაჩვენებენ გაცილებით ხის ესეთ ენერგიაში, მართალია ისევ ჰაერის ენერგიებში, მაგრამ გაცილებით პატარა ასაკით, გაცილებით ნაკლები ტანჯვა გინახიათ და ღმერთმა არ განახოთ ბევრი, ამასაც აქვე დავამატებ. უნდობელი ხართ, ეჭვიანი ხართ, ხისტი ხართ, რაღაცნაირად სულ ქეკავთ და ქეკავთ, რაღაცას ეძებთ, რომ აი რამდენად სანდოა ეს პიროვნება და რამდენად არა. თქვენ შორის არის ხმლის დედოფალი, ეს შეიძლება იყოს თქვენი კონკურენტი, ასე შემიძლია ვთქვა. გაშლა ორივე სქესისთვის არის მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ. როგორც წესი არის ხოლმე კონკურენტის კარტი, მაპატეთ ხმლის დედოფალი, ეს შეიძლება იყოს მისი მეუღლე, ან მისი ყოფილი მეუღლე, ან უბრალოდ დედაც კი, არ ვიცი, თქვენ შორის არის ვიღაც ქალი, რაღაც ნაწილისთვის შეიძლება იყოს დედაც, არ არის გამორიცხული საერთო გაშლისთვის, მაგრამ როგორც წესი 100-დან 95 ეს არის ვიღაც კონკურენტი, რომელიც ხელს გიშლით ურთიერთობაში, ხელს გიშლით დალაგებაში და დაბალანსებაში ურთიერთობის მოდუნებაში და აი ამიტომაც შეიძლება ხართ ესეთ ხისტ ენერგიებში, რომ არ გჯერათ რაღაცეების ძალიან დიდი ალბათობით სასიყვარულო სამკუთხედში მყოფ ადამიანებზე არის საუბარი და თუ იცით რომ ასეთში ხართ, მაშინ იქნება თქვენზე, თუ არ იცით, მაგრამ ეჭვები გაქვთ, მაინც იქნება თქვენზე რაღაცა საინტერესო ინფორმაციას მაინც მიაგნებთ, დარწმუნებული ვარ ამ გაშლით და დამიწერეთ როგორ მოქმედებს თქვენზე ჩემი გაშლები, ძალიან სიამოვნებს ხოლმე თქვენი აქტიურობის ხილვა კომენტარების სახითაც და მონაწერითაც. გავიგოთ მაშინ თუ ატყობთ თქვენზეა ეს გაშლა, რა ნაბიჯები იქნება მისგან უახლოესი 1-2 თვის ვადებში, როგორც თქვით. ესე იგი რაღაცა ერთი პერიოდი სრულდება, აი შეიძლება ესე უნდობლობის და ეჭვების პერიოდი სრულდება, მისგან იქნება გამოვლინება ყველა ვარიანტში მზით, მაღალი არკანი მზე ამოდის კალოდის ძირში, დათბობა თქვენთან მიმართებაში ურთიერთობის ყველა ნაბიჯს გადმოდგავს ამისთვის, რომ ურთიერთობა დათბეს, თუ კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ და მიწერ-მოწერა არ გაქვთ, რაღაცნაირად დუმილში იმყოფებით, ერთგვარი სტაგნაცია გაქვთ შეიძლება ურთიერთობაში ამ ადამიანებისთვის, გეტყვით რომ გამოთბება თქვენ ურთიერთობაში, გამონათდება, რაღაცნაირად საერთო კონსენსუსს მიაღწევთ, მისასაც, მის ნათქვამსაც არა მხოლოდ მოისმენთ, მიიღებთ, რაღაცებს შეძლებთ რომ გადალახოთ ერთად, ერთი გამოსავალი იპოვოთ ამ სიტუაციაში რა და როგორ შეიძლება მიუტევოთ თუ რომელიმე ერთმანეთთან მიმართებაში შეგეშალათ ამ სიტუაციაში, აი რაღაცნაირად დათბება, დალაგდება ეს ურთიერთობა ამ პერიოდში და ეს ციკლი 21 მაღალი არკანი ამოდის, ციკლი თითქოს უნდობლობის, ეჭვიანობის, ხისტობის, ერთმანეთზე რაც ენაზე მოგადგება, რომ უთხრა და მწარეთ და უკბინო და რაღაცა უჩქმიტო და გააღიზიანო, აი ეს პერიოდი თითქოს რაღაც აი თავიდან რაზეც არენდობი თითქოს გაიცნობთ ამ პერიოდში ისე რომ ნდობას მოიპოვებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, ისე იმოქმედებს რომ აი ეს ხისტი სიტყვები და გავიწყდებათ და დათბება ურთიერთობა თქვენი მხრიდანაც და მისი მხრიდანაც. 4 პენტაკლი ვაჩვენებენ ადამიანს არ სურს აბსოლუტურად ყველა ქმედება მისი იქნება იმისი რომ სტაბილურობას მიაღწიოთ. შეიძლება პირდაპირ სიტყვებით ძალიან რომანტიული და სულ მე შენ მიყვარხარ არ გეძახოთ და არ გწეროთ და აქტიური არ იყოს ამ ხრივ, მაგრამ ეს არის 4 პენტაკლი, 4 საფუძველი მისი, 4 სიმყარე, სტაბილურობა იმ ურთიერთობის, რომ აი ჩემია და არ მინდა დავკარგო, არ მინდა გაუშვა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ტოსთასი ამოდის, უზომოდ დიდი ემოციების წყაროს მიიღებთ ამ პერიოდში მისგან, ეს იქნება მისი გამოხატულება, იმისი რომ სანდოა ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, რჩევა მინდოდა და მეფე ამოდის ჟეზლის, იაქტიურეთ თქვენ ცეცხლს და ენერგეტიკას ენდეთ და მიენდეთ ყველაფერი